დაკავებულია ორი პირი, რომლებიც თბილისში მოწყობილ კუსტარულ საწარმოში ტკბილეულს და ყავას ამზადებდნენ. პროდუქციას კი რაფაელოს და იაკობს მონარქის სასაქონლო ნიშნით ყიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 10,000 ერთეულზე მეტი იაკობს მონარქის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2,400 ერთეულზე მეტი რაფაელოს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული. დანაშაულის 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების კვეთას ითვალისწინებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება გამოყენების ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები გ.ა. და ფ.დ. დააკავეს. ასევე ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა ყავა იაკობს მონარქის და კარტ ნუარის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული Kinder შოკოლადი, იაკობს მონარქის და რაფაელოს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ზემოხსენებული პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, როგორც აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა მხილების, ასევე იმ ობიექტების დადგენა გამოვლენის მიზნით, სადაც ხორციელდებოდა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია.